ბოლო 1 წელია ქვეყანა არის უდიდეს წინააღმდეგობრივ ტალღაში და ეს გრძელდება და ბოლო 2 თვეა განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი რეპრესიების პერიოდი დაიწყო, რომელიც რა ვიცი მე თამამად ვიტყვი და პატარა ასაკის არა ვარ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იშვიათად გაგვახსენდება, ან საერთოდ არ გაგვახსენდება ასეთი პერიოდი. ამან გამოიწვია ის მღელვარება საზოგადოების, რასაც ხედავთ ეს დღეებია ბოლო 60 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კაფიოთ და ხმამაღლა დააფიქსირა თავისი მოსაზრება და ეს არ იყო მისი პიროვნული მოსაზრება, ეს იყო ეგრეთ წოდებული ოცნების სტაფის გადაწყვეტილება, რომ წყვეტ მიმართულებას ევროპისკენ და გადავდივართ სხვა რეალობაში. ამან გამოიწვია უდიდესი მუხტი და მუხტმა გამოიწვია შემდეგ ის რეპრესიების ის ტალღა, რომელიც რა ვიცი არნახული მასშტაბებით გაგრძელდა. რაც შეეხება კონკრეტულად თეატრის თემას, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფერო არის წინააღმდეგობის რეჟიმში, მათ შორის თეატრი გამოვიდა ქუჩაში, გასცდა იმ კულისებს, გასცდა საგრიმიორებს, გასცდა მაყურებელს და სცენას და გამოვიდა პირდაპირ ქუჩაში, იქ სადაც ისმის მათი ხმა, საიდანაც შეუძლიათ, რომ ყველაზე ხმამაღლები იყვნენ, ყველაზე კაფიოები იყვნენ და ყველაზე ხმამაღლა დააფიქსირონ ის პრეტენზია, რაც საზოგადოებას გაგვაჩნია და ჩვენ ვნახეთ უამრავი დაჭერილი, დაპატიმრებული ნაწამები, ხელოვანი ადამიანები, მსახიობები, რეჟისორები, თეატრის მენეჯერები, ახალგაზრდები, ქალები, კაცები და სამწუხაროდ ამ ხმამ და ამ რეალობამ, ამ სურათმა ვერ ჩამოაღწია ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრამდე. მათ ეს შენობა ჩვენ ვიცით, რომ უნიკალურია და ჩვენი სიამაყეა ამ ქალაქის, მაგრამ იმდენად ფართე კედლები აღმოაჩნდა, რომ ხმა შიგნით არ აღწევს. ამიტომ გადავწყვიტეთ შევსულიყავი და ეს ხმა იქ შემეტანა მუნჯურად. გამოხატვის თავისუფლებაში ჩამჯდარი, რომ არცეთ ჩარჩოს არ გაქცეოდა, სრულიად მდუმარედ ესე გამოხატე ჩემი პროტესტი და დავანახე, რომ ეს ნება აღარ არის მათი, ეს ვალდებულება, მე ასე ვთვლი და მაპატიოს ყველა ვინც ასე არ მიიღებს ამას, როგორც ვამბობ, ეს არის ვალდებულება, რომ ისინი უნდა იყვნენ სოლიდარულები თავისი კოლეგების მიმართ.